დღეს მოვამზადებთ თაჩმას კეცზე. ჩემი მასპინძელი კი ერთი პატარა სოფლის ღირსეული წარმომადგენელი ლალი ეფრემიძეა. აქვე გეტყვით, რომ ინგრედიენტების სუსტ რაოდენობას აღწერაში დაგიტოვებთ. ძეს დავამატებთ, ძეს. თუ არა გაქვთ რძე, შეგიძლიათ წყალის გამოიყენოთ. ასე, საკუთარი ეზოს პროდუქტებით მომზადებულ აჩმას ქუთაისში ყიდის. არის დღე, რომ ორ აჩმას ვაკეთებ, სამ აჩმას. ეს არის ჩემი, რო იტყვიან, გადამრჩენი ცხოვრებაში. 12 წელიწადია ესეთნაირად ვარ. ამასობაში მკვრივი ცომიც მოვზილეთ. გავყავით 8 ნაწილად, რომლიდანაც 2-ს ძირისთვის და ზედაპირისთვის გამოვიყენებთ. დანარჩენს კი მუხა. სანამ ცომი ისვენებს, ყველი გავხეხოთ. არის კარგი სოფლის ყველით ჭყინტით და არის კარგი სულგუნით აჩმა. ესეთ ახალგაზრდა ადამიანს რამ გადაგაწყვეტინა, რომ სოფელში გაგეგრძელებინა შენი ცხოვრება? შემიყვარდა, იმიტომ შემიყვარდა, რომ ჩემი მშობლების ნაკვალებში ვადგამ ხოლმე ფეხს. ცხოველებიც ყავს, ვიცი, ბაჭიები, ძროხა. ისინი რო არ მყავდეს, ალბათ მეც არ ვიქნებოდი აქ როგორც სხვა მორიგი, ისე ვიქნებოდი წასული მე სხვაგან. დასვენებული ცომი ძირითადად ხელის დახმარებით აი ესე სიფრიფანად გააფრთხილა, ადუღებულ წყალში ჩაასხა ზეთი, ჩაყარა მარილი და ხარშა ფენები დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი ცოტა ხნით ცივ წყალში დავაყოვნეთ. აწყობის ზუსტთან მიმდევრობას აღწერაში დაგიტოვებთ. მთავარია იყოს ბლომად ყველი და ზომიერად კარგი. ზემოდან დავაფარეთ მოუხარშავი ფენა, გადავუსვით ცოტა კარაქი, მოვაყარეთ ყველი, დავჭერით და შევდგით გამოსაცხობად. ამასობაში კი მზენისლმა შეცვალა. დავანთეთ ბუხარი, ჩამოვასხით ლალის დაწურული წითელი ღვინო და გავშალეთ სუფრა. ესე შემოაწყაპებდა ბებია კეცებს. აი რამიდა ისი ძველი მინდა, ძველი, ყველაფერი ძველი, რომ რაღაცა ის მადლი რო არ გააქრეს, არ დაიკარგოს და მადლი მადლად იქცეს. ამასობაში ჩვენი აჩმაც გამოცხვა. ისეთია, რომ მე მგონი აქ სიტყვები ზედმეტია.